როგორ გამოვხატოთ ღვთის წინაშე ჩვენი სამადლობელი ხანდახან ჩვენი სიტყვებიც კი უძლურია, მაგრამ უბრალოდ გვიჯეროდეს რომ ღმერთი მოქმედია. შეიძლება ასეთ დროს ადამიანებს ებადებათ ხოლმე ცოტა გულის ტკივილი, ვიღაც ავადმყოფობას განიცდის, ვიღაც არ განიკურნა, ვიღაც ლოცულობს, ვიღაც შეიძლება კიდევაც ფიქრობდეს რაღა ესენი იკურნებიან და მე რაღა დამემართა. და შეიძლება ცოტა სხვანაირი ფიქრებიც კი დაებადოს ღმერთი ჩემთვის არ იცლის ალბათ ღმერთს უფრო მეტად უყვარს ეს ადამიანები. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, ჩემო ზურფასოს მევადადებო, რაზროს იფიქრებ აუგს ღმერთზე. ყველა ადამიანს ჩვენი გასავლელი გზა გვაქვს ჩვენ. შეიძლება ერთი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც იოლად მოვიდეს და მეორე ადამიანის ცხოვრებაში ცოტა უფრო რთულად მოვიდეს. შეიძლება ერთმა ადამიანმა უფრო იოლი გზა გაიაროს, მეორემ უფრო რთული გზა გაიაროს. ჩვენ ისეთა ყველა კითხვაზე პასუხი არ აგვაქვს. და ყველას იმას ვეუბნები ხშირად მსახურებსაც, რომ როდესაც მოდიან რაიმე კითხვით და შენ პასუხი არ აგაქვს, არ არის აუცილებელი რომ შენ ყოვლის მცოდნედ გამოაჩინო თავი. ყოვლის მცოდნე ერთადერთი ღმერთი არის. არის საკითხები, რომელიც შეიძლება დღეს ჩვენგან დაფარული ან ვერ ხვდებით, მაგრამ ღმერთს ყველაფერზე აქვს პასუხი. მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ირგვლივ და ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ერთი რამე მახსოვს, ღმერთის თვისებები, რომელსაც ვკითხულობ ბიბლიაში. ღმერთი ყოვლის შემძლეა და მას არ უჭირს ეს გააკეთოს ჩემს ცხოვრებაში. ღმერთი სიყვარულია და ღმერთს ფავორიტები არ ახავს, ღმერთს უყვარს ყველა მისი მოყვარული ადამიანი. შეიძლება განსაკუთრებული მისია ჰქონდეს რომელიმე მათგანს დაკისრებული და მის ცხოვრებაში ღვთის მადლი იმ მსახურების აღსასრულებლად ცოტა უფრო განსაკუთრებულად ჩანდეს. მაგრამ მისთვის სხვანაირი სისხლი არ დაღვრილა და შენთვის სხვანაირი სისხლი არ დაღვრილა. ქრისტეს სისხლი ყველასთვის დაიღვარა. მას უყვარს ყოველი ჩვენთაგანი. ამიტომ იცით რაც არ უნდა მოხდეს, უნდა გჯეროდეს რომ ღმერთს ძალუძს, ღმერთმა იცის ყველაფერი. მაგრამ თუ ჩვენ ცხოვრებაში რაღაც ჯერ არ მოდის, ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა დავეცეთ რწმენაში, არა რწმენაში ვიდგეთ. რწმენით გავაგრძელოთ ცხოვრება. რწმენით ვიაროთ და ყოველთვის გვიჯეროდეს ღმერთის დიდებული მადლის. იცით რატომ შეწყვიტეს ზოგმა ეკლესიამ და მრავალმა ეკლესიამ შეიძლება წლების განმავლობაში განკურნებებისთვის ლოცვა? იმიტომ რომ ყოველთვის არ ხდება, ყოველთვის ქრისტეს დროსაც არ ხდებოდა, ყოველთვის მოციქულთა დროსაც არ ხდებოდა. და როდესაც განიცადეს ამ საკითხებში მორწმუნეებმა დამარცხება, ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ვიტყვი ამასაც და განკურნებები ვერ ხდებოდა, ლოცულობდნენ. იცით უფრო კომფორტული თეორიებიც კი შეიმუშავეს, რომ უფალი მოქმედებდა მხოლოდ იმ დროს მოციქულთა პერიოდში და დღეს აღარ მოქმედებს. დღეს აღარ არის სულიერი ნიჭები, დღეს აღარ არის განკურნება, დღეს აღარ არის უწყოენები, აღარ არის განმარტებები, წინასწარმეტყველებები. ეს ყველაფერი დასამარდა, ეს იმ დროისთვის იყო და ჩვენი დროისთვის არ არის. მაგრამ მინდა გითხრათ, ქრისტე გუშინ დღეს და სამუდამოდ იგივე არის. ქრისტე მოქმედებდა გუშინ, ქრისტე მოქმედებს დღეს და ქრისტე იმოქმედებს ხვალაც. ღმერთს დიდება ამისთვის. ამიტომ ჩვენ პასუხები ამაში არ უნდა ვეძებოთ, რომ ჩვენთვის კომფორტული თეოლოგიები შევიმუშაოთ, არა. ყოველთვის პასუხი უნდა ვეძებოთ ჩვენში და უფალში, რომ ღმერთმა გვიპასუხოს, ზურფასებო და თუ რაღაც საკითხში ჯერ შენ ცხოვრებაში პასუხი არ მოსულა, ნუ გეშინია გააგრძელე ღვთის წინაშე დგომა და შეიძლება ხშირად ისეთ დროს მოისმინო სიტყვა და ისეთ ადგილზე, საიდანაც სულ არ ელოდები იმ სიტყვას და ღმერთმა განგიცხადოს შენ, თუ არა და ჩემო ზურფასებო, ჩვენი ცხოვრება მიწიერი ცხოვრებით არ მთავრდება, ჩვენ გვჯერა უფლისა. თუ 85 წლის ქალი განკურნა უფალმა, მას შეუძლია. მაგრამ შეიძლება უფალმა 85 წლის ასაკში სხვა ქალბატონი ან რომელიმე პიროვნება უბრალოდ დაამთავრებინა თავისი მიწიერი ცხოვრება და გადაიყვანა. ამაშიც რამე პრობლემას ხედავთ? ჩვენი საბოლოო მაინც სამყოფელი იქ არის. ამიტომ ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, მთავარი ადამიანის ცხოვრებაში, რასაც მინდა წერილი გვასწავლის, ეს არ არის დროებითი კომფორტული ცხოვრება ამ ქვეყანაზე. დიახ, ღმერთს შეუძლია თავისი შვილები აგორთქოს ამ ქვეყანაზეც, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი და ღმერთის მთავარი მიზანი ეს ადამიანის სულის გადარჩენა არის. ამენ. ამიტომ მოდი ჩემო ძვირფასო, ზედმეტ ფიქრებს, რაც არ ვიცი,
მე იმაზე ძალიან არ ვიტკიებ ხოლმე თავს. ვკითხულობ ბიბლიას, უფლის გაველოდები პასუხს, მაგრამ თუ არ ვიცი, მე არ დავიწყებ ჩემი თეორიების აშენებას. დაველოდები უფალს და ისევ წმინდა წერილს მივმართავ. ეგებ და ვიპოვო პასუხი და იცით რა ძალიან ხშირად მოდის პასუხი წმინდა წერილიდან. მოდის პასუხი უფლისგან, როცა ელოდები. ღმერთი გაუგებრობაში არ გტოვებს და ღმერთი გიხსნის, მაგრამ თუ დღეს გაუგებრ მდგომარეობაში ხარ, მოდი გააგრძელე რწმენა ღმერთისა. გააგრძელე უფლის წინაშე დგომა და განდიდეს მისი დიდებული ბარადიული სახელი ჩვენს ცხოვრებაში. ამინ. მოდი ყველამ ერთად ვთქვათ, ამიტომ დიდება ღმერთს. მადლობა უფალსა ამ განკურნებებისთვის და მე მჯერა რომ დღევანდელი სიტყვა რა წინა სიტყვაობაში იყო და ლოცვა ეს უნაყოფოდ არ დარჩება. მე მჯერა რომ ადამიანები რომლებმაც ეს მოისმინეს ჩაუფიქრდნენ და ისე ილოცეს, თქვენ დაინახავთ და დიდი ალბათობაა რომ მეორე მსახურებაზე თქვენ თვითონ მოხვიდეთ სამადლობელი წერილებით. რომ უფალმა იმოქმედა თქვენს გულებში, თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ხეულებში, შეიძლება ვიღაცამ პირდაპირ ეთერში ვიზგვისმენ და იმ არ მოგწეროს მერე და თქვას რომ აი ამ დროს მე უფალი შემეხო და განვიკურნე. იმიტომ რომ უფალი მოქმედებს. უფალი უხვად მოქმედებს. ღმერთს დიდება და მადლობა. და მე გეტყვით რომ ეს ნიშნები და ეს განკურნებები კი არ იკლებს, პირიქით მოიმატებს. პირიქით მოიმატებს, იმიტომ რომ არის პერიოდები, როდესაც ღმერთის ერი შეიძლება ცოტა ბიზნებულ მდგომარეობაშია, მაგრამ ღმერთი დიდხანს არ ტოვებს ამ ყველაფერს ძვირფასებაა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვეგვიებთ უძრაობას. უძრაობი პერიოდი არ გვინდა ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა რომ ღმერთის ხმას მივყვებოდეთ, ღმერთის სიტყვას მივყვებოდეთ, ღმერთის ძალას მივყვებოდეთ ჩვენ ცხოვრებაში და განდიდეს მისი სახელი. ამენ. დღეს მე რასაც მინდა ვილაპარაკო, ცოტა უფრო პრაქტიკული თემა არის. არ ვიცი, ვფიქრობდი ორ თემას შორის, მაგრამ უფრო გული განეწყო ზურფასებო, აი ამ საკითხისადმი, რასაც მინდა ვილაპარაკო. შეიძლება რომელიმე რიგით მოქადაგეს არა იყო თავის თავზე რომ ამ საკითხზე ელაპარაკა, მაგრამ როგორც ეკლესიის მწყებსი ავიღებ მაინც ჩემ თავზე აი ამ საკითხს და ვილაპარაკებ, მაგრამ და სანამ გავაგრძელებ თემას, მანამ განცხადებებსაც შევეხები. ღმერთს დიდება და მადლობა ყველა შემომწირველი ადამიანისთვის. წინა შობაზეს გავაკეთეთ ჩვენ შობის დროსაც, თუ საახალწლოდ იყო აღარ მახსოვს ზუსტად, შესაწირი და შევეწიეთ ისეთ ოჯახებს, რომლებსაც უჭირდათ და ახლაც როგორც ძმაჯონიმაც გამოაცხადა, გვინდა რომ სააღდგომოდაც შეიძლება ეს ერთჯერადი დახმარება ადამიანებისთვის მათ ცხოვრებას ვერ აშენებდეს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ, მაგრამ ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ, ჩვენ სხვა დროსაც ვეხმარებით ხოლმე, განა მარტო ამ დღესასწაულების დროს, უბრალოდ დღესასწაულების დროს გვინდა რომ ცოტა უფრო განსაკუთრებულად დავეხმაროთ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულად შეიძლება სიაშიც არიან საქველმოქმედო ჯგუფში და ყურადღებას აქცევენ სამწუხაროდ არ შეგვიძლია მთელი საქართველოს პრობლემები ჩვენ გადავწყვიტოთ, მაგრამ რაც შეგვიძლია და სანამდე შეგვიძლია, ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გავაკეთოთ. მეორე რაც მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით, ცოტა შეიძლება უხერხული იყოს, მაგრამ მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც წერენ ბორცმუნეებს, დახმარება მჭირდება, დამეხმარეთ, ავადმყოფი ვარ და ასე შემდეგ. და როცა ვიკვლევთ ვინ არიან ეს ადამიანები, შეიძლება ვიღაც მორწმუნეს იცნობდნენ. ზოგიერთ ისიც მიწერეს, რომ ოლეგის ვიცნობ და ოლეგი დამეხმარა. ოლეგის ბევრი იცნობს ათასობით ადამიანი და შეიძლება ვიღაცას კიდევაც დავეხმარე სადღაცას, მაგრამ შემოძვრფასება მოდი, იცით, ყოველთვის უყოთ ბრძენები და გონიერები ამ საქმეში, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ამით და უნდა იცოდეთ, რომ თუ ვინმე მორწმუნეა და ეკლესიაში არის, ის ესე საჯაროდ არ ითხოვს. ჩვენი ეკლესიის წევრები ამას არ აკეთებენ. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არიან, ამას არ აკეთებენ. მათ ყავთ ხელმძღვანელები, მიმართავენ, ან გვერდზე დაძმები ყავთ და ასეთი ადამიანების საჭიროებები მეტნაკლებად ვიცით ხოლმე ჩვენ და თუ არ ვიცით, შეიძლება მოიტანონ ჩვენამდე ეს საკითხი. ამიტომ მოდი ყველას ასე ბრმად ნუმიენდობით მინდა გთხოვოთ ზრფასებო და ცოტა იკითხეთ ხოლმე, როცა ასეთი საჭიროება გხვდებათ. დაგვეხმაროს უფალი ზრფასებო, ასევე წყვილების საკითხი გამოაცხადეს. მინდა გითხრათ, რომ ვიც კი დაქორწინებული და დაოჯახებული არის. არ გამოტოვოთ ეს სემინარები, ეს უბრალოდ თქვენთვის არის, მთელი ეკლესიისთვის არ არის. იმიტომ რომ ეშმაკი განსაკუთრებულად უტევს ზრფასებო და ყოველთვის ასე იყო. მინდა გითხრათ, მაგრამ დღეს
ჩვენს პერიოდში განსაკუთრებულად ეშმაკი უტევს ოჯახებს და უნდა რომ ოჯახები დაანგრიოს. ოჯახები შემოძვრფასებო ბიბლიურად ეს არის ღმერთის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტი, საიდანაც იწყება სიყვარული, მოზიარეობა, ურთიერთობა, ჯანსაღი ძვირფასებო ოჯახები ეს არის ჯანსაღი ეკლესია. ჯანსაღი ეკლესიები ეს არის ჯანსაღი საზოგადოება და ჯანსაღი საზოგადოება ეს არის ჯანსაღი და ძლიერი სახელმწიფო. მინდა გითხრათ რომ ოჯახი ეს არ არის უბრალოდ ცოლი და ქმარი, სადღაც ახლა ოჯახი შეიქმნა, ძლიერი ოჯახები ეს ძლიერება არის ჩვენი ქვეყნისა, მინდა გითხრათ. და ასევე ეკლესიისა. ყველაფერი რაც კი ძვირფასებო დღეს დგას, ყველაფერი ძლიერ ოჯახებზე დგას. ძლიერს არ გულისხმობ მატერიალურ სამწუთში, მაგრამ ძლიერს გულისხმობ ჯანსაღი ურთიერთობები, ორი მოყვარული ადამიანი, როცა თავის გარშემო აშენებს ოჯახს, ზრდიან შვილებს და თესავენ იმ სულიერ პრინციპებს, რომელიც უფალმა დაგვავალა ჩვენ. ამიტომ იცით რა არის, რომ ეშმაკი ცდილობს, რომ ეკლესიაშიც კი შემოიტანოს არეულობები ამ საკითხში და კიდევაც გამოსდის იმ ადამიანებთან, ვინც არ ფხიზლობს და არ დგას უფალში. ამიტომ გვინდა რომ ამ საკითხით და ამ კუთხით ჩვენს გავაძლიეროთ ეკლესიაში ჩვენი შრომა საქმიანობა. ჩვენს გავაძლიეროთ ჩვენი ეკლესიის წევრების აღზრდა ამ საკითხებში, გათვითცნობიერება და ამიტომ ვისაც უნდა რომ მისი ოჯახი ჯანსაღი იყოს, შეიძლება შენ გვერდით არ არის სარწმუნოებრივად შენი მეორე ნახევარი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინც დაოჯახებულებია ქორწინებაში ხართ, მათთვის იქნება ეს სემინარები განსაკუთრებულად და დროსაც გამოაცხადებთ. ამიტომ წინასწარ იმიტომ ვაცხადებთ, რომ ის დრო თქვენ გამოყოთ უფლისათვის, ვიცი, ყველა შეიძლება რაღაცას აკეთებთ, მაგრამ არის დრო, როცა რაღაცა უნდა გადაწიო გვერდზე და რაღაცაში უნდა ჩადო ინვესტიცია. ოჯახებისთვის, რომ ჩვენი ოჯახები ჯანსაღი და ძლიერი იყოს, ჩვენ უნდა მოვისმინოთ, ვიცოდეთ ეკლესიის შეხედულება, ეკლესიის სწავლება, ეკლესიის გააგება, რომ ისი არ იყოს, რომ როცა პრობლემები დადგება ოჯახში, ყველა თავის საკითხს ისე წყვეტავდეს, როგორც მას უნდა. ჩვენთვის ოჯახი ძვირფასი არის. ჩვენთვის ოჯახი წმინდა ძვირფასება. ღვთის შემდეგ ძვირფასება ყველაზე წმინდა ჩვენთვის ოჯახი არის. და ამიტომ უნდა შევქმნათ ჯანსაღი ოჯახები. ამინ. მარტო წელიწადში ერთხელ კი არ უნდა ახსენდებოდეს საქართველოს ოჯახის სიწმინდეს დღე და მარტო მსვლელობები კი არ უნდა იმართებოდეს. ოჯახი ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი და ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ. და უნდა მივაქციოთ კიდეც ყურადღება. ამიტომ ვინც კი დაოჯახებულებია ქორწინებაში იმყოფებით, არ გამოტოვოთ ეს სემინარები. არ გამოტოვოთ ის ღონისძიებები, რომელიც არის ეკლესიაში დაგეგმილი. და თუ კი პრობლემებიც იბადება, მოდი პრობლემებს ნუ დაფარავთ, ძვირფასებო. იმიტომ არიან ეკლესიაში მსახურები, მწყემსები, ხუცესები, მათი დამხმარეები, რომ დროულად პრობლემა მოიტანო, რომ პრობლემამ ფესვი არ გაიდგა შენ ოჯახში. ეკლესიას ბევრი ოჯახი გადაურჩენია. ვერ გადაურჩენია ის ოჯახი, რომლებიც შეიძლება პასიურობდნენ და თავის თავში ჩაკეტილები იყვნენ და თვითონ ცდილობდნენ თავიანთი პრობლემის მოგვარებას, ვერც მოაგვარეს და შემდეგ დაინგრა ოჯახები. ამიტომ შემოძვრფასებო ეკლესია ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ღმერთის ოჯახი. და თუ კი რაიმე პრობლემა არის, ნუ ჩაიკეტებით, ნუ დაფარავთ, ეს მარტო თქვენი პრობლემა არ არის. შემდეგ ჩვენი პრობლემაც ხდება ეს ყველაფერი და მოდი თუ კი რაიმე პრობლემა ხდება და მოდის ოჯახებში ერთად მოუვაროთ ამ პრობლემას. თქვენ გვერდით გვიგულეთ, ჩვენ მსაჯულები არა ვართ ეკლესიის მწყემსები და მსახურები. ჩვენ მეგობრები ვართ თქვენი ამ საკითხში. ჩვენ არ ვსჯით არავის, ჩვენ ვიცით რომ ადამიანები ვართ, მოდის პრობლემები და ეკლესიას აქვს უკვე საკმაოდ დაგროვილი ცოდნაც ბიბლიური ამ კუთხით, გამოცდილებას და შეგვიძლია თუ კი ადამიანები მოისმენენ რომ გვერდში დაუდგეთ ამ საკითხებში და სწორი შეგონება და სწორი სწავლება მივიცეთ. ამინ. უფალმა აგურთქოს ყველა ოჯახი, ყველა დაქორწინებული ადამიანი, უფალმა მოგცეს სიბრძნე და გონიერება რომ მართლა ჩვენი ოჯახები იყოს ჯანსაღი, სამაგალითო ადგილი, სადაც უფლის სავანე იქნება და სადაც უფალი თავის მოქმედებას გააგრძელებს. ამინ. მოდი ყველა ვთქვათ დიდება ღმერთს. ჰალელუია. მე დღეს რაზეც მინდა ვილაპარაკო, ძვირფასებო, მინდა ცოტაოდენი შევეხო ერთ საკითხს ურთიერთობებს საერთოდ ადამიანთა შორის. ჩვენ გალატელთა წერილი გვასწავლის
მეხუთე თავში ვკითხულობთ ხორცის ნაყოფებს და ჩამონათვალიერი რომ ხორციელი ნაყოფები არის, შური, სიამაყე, პარტავნება ასე შემდეგ დროებაცებოდა. მე არის ნახსენები, ხოლო სულის ნაყოფია. არ ლაპარაკობს სულის ნაყოფზე მრავლობითში, მხოლობითში, მაგრამ იქაც ჩამონათვალი არის. იქაც არის ძვირფასებო თვისებები და აი ეს თვისებები განსაზღვრავს იმას, თუ ადამიანი დღეს მორწმუნე შენ, უბრალოდ მორწმუნე ქვია თუ მართლა მორწმუნე ხარ. ხარ შენ ის ადამიანი, ვინც სულიერ ცხოვრებას ეწევა, ვინც სულიერად იზრდება, თუ ხარ, მაშინ შენში მრავლდება ეს ნაყოფები. ამიტომ დაგვეხმაროს უფალი, რომ სულიწმიდის ნაყოფი მრავლდებოდეს ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაში. დღეს რაზეც მინდა ვილაპარაკოთ, უფასებო, რამოდენიმე არ ვიცი, რამდენადაც დრო მოგცემს და არც ძალიან მინდა ისე ღრმად ყველა დეტალზე ვილაპარაკო, მაგრამ რატომ უჩნდება ურთიერთობები, უფასებო, ხასიათის გამო. ჩვენ მორწმუნეები, როდესაც ხვდებით, ეს არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ღვთაშესხმული ანგელოზები ხვდებით ჩვენ. ილუზია ნურავის ნუ ექნება. სადაც ადამიანები არიან, იქ ყოველთვის იქნება ნაკლოვანება. უნაკლო ეკლესია არ არსებობს, უფასებო. მსოფლიოში, სადაც ადამიანები ვართ, ყველგან არის ნაკლი. ერთი ადამიანი ეძებდაო ეკლესიიდან ეკლესიაში დადიოდა და როცა მივიდა ერთ-ერთ ეკლესიაში და პასტორი ეკითხება მას, რომ თუ რატომ შემოიერა ამდენი ეკლესიები და მე ვეძებო ეკლესიას, სადაც უნაკლო ეკლესია არის, სადაც არ არის პრობლემები და აი მოვედი აქ და ვხედავ, რომ თქვენი ეკლესია არის ასეთი. და ამ პასტორმა უთხრა, ასეთი იყო, მაგრამ უკვე აღარ არის, რადგან თქვენ ახართო უკვე აქ. იმიტომ რომ ყველგან არიან ძვირფასებო პრობლემიანი ადამიანები, ყველა ჩვენი ხასიათები გვაქვს, მორწმუნეები კი ხვდებით, მაგრამ უცბად ხო არ ხდება, რომ ხასიათებშიც ისეთები ვართ, როგორიც აი ყველას ეს იამოვნება და ხშირად ურთიერთობები რატო ფუჭდება იცით ადამიანებში ხასიათის გამო, რომ ადამიანები ვერ აკონტროლებენ თავიანთ ხასიათს. ურთიერთობების დიდი ნაწილი ძვირფასებო არ იგრევა გარეგანი რაღაცა მიზეზებით, არამედ ხასიათის შიდა პრობლემებით ძვირფასებო. როცა შიგნით ადამიანს აქვს ხასიათში პრობლემები. ყველაზე გავრცელებული თვისებები, რის გამოც ირღვევა ხოლმე, მშვიდობა ადამიანებში ეს არის ეგოიზმი, როცა ადამიანი ამბობს, მე სწორი ვარ, სხვები არა და ზოგიერთი ადამიანი ყველასთან და ყველგან მართალი არის. არასდროს თავს არ გაიმტყუნებს, ყოველთვის მართალი არის. ყველასთან მართალი არის. შეიძლება სიტყვის თქვას, რომ ხო, იცი რა, მეც ამაკ ნაკლი, მაგრამ მე ნაკლის აღიარება არ მესმის თუ ზოგადად იტყვი, უნდა დაასახელო კიდეც რა ნაკლი გაქვს, უნდა აღიქვა კიდეც რა ნაკლი გაქვს. ეგოისტური ბუნების ადამიანები, აი ძალიან მინდა რომ იცით, არავინ არ მიიღოს შეურაცხყოფა და რასაც ლაპარაკობ, იმიტომ რომ სულაც არ არის ჩემი მიზანი ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენო. სიტყვა ეგოიზმს როცა ვამბობ, ეს ცნობილი ტერმინი არის და ესეც დამამცირებელი არ არის, რომ დამამცირებლად ვამბობდე ამას. ესეც ცნობილი ტერმინი არის. შეიძლება სხვა სიტყვებაზეც ვთქვათ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ფიქრობს მხოლოდ, ადამიანი, რომელიცაც საკუთარი თავი ჰყავს ყურადღების ცენტრში, ადამიანი, რომელიც თავის გარშემო აშენებს ყველაფერს, არის ბევრი რაღაც შეიძლება დავახასიათო, მაგრამ მოკლე მისი გამოთქმა არის ეგოიზმი და ეგოისტობა არის ის, როდესაც ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მხოლოდ და აი ამ ხასიათის კონტექსტში კიდევ ვლინდება, რომ მე ვარ სწორი და სხვები არ არიან სწორი. რაც არ უნდა იყოს, მაინც მართალი არის ყველასთან. არის კიდევ ასეთი ძვირფასებო, აგრესიული ხასიათი ადამიანისა, რომელიც შეიძლება მეტნაკლებად უფრო აგრესიულად ვლინდებოდეს და უფრო ნაკლებად ვლინდებოდეს. არიან აგრესიული ადამიანები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენენ სხვებისთვის ფიზიკურად უკვე, მე ამაზე არ ვლაპარაკობ. მაგრამ ბუნებაში ადამიანებს იცით, არიან ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ ხშირი გაღიზიანება, სწრაფი აფეთქება და ამ სწრაფი აფეთქების და გაღიზიანების დროს შეიძლება ვიღაცის მიმართ გამოავლინონ და გამოამჟღავნონ ეს. ეს აგრესიული ბუნება არის, რომელიც შეიძლება მოთოკილი არის, მაგრამ ადამიანში შიგნით სადღაცას არსებობს და დროდადრო პრობლემები მოაქვს ურთიერთობებში. ასევე არის ემოციური სიცივე, გულგრილობა,
უსიყვარულობა, როცა მაინც და მაინც ადამიანის ხვების მიმართ არ არის განწყობილი. არის ასევე ორმაგი სტანდარტი, რომ ადამიანის ხვებს რაღაცას თხოვს, რომ ადამიანები ასეთები უნდა იყვნენ და შენივრად ჩამოგიყალიბებს როგორი უნდა იყოს მორწმუნე. მაგრამ იცით რა არის, რომ ამავე დროს თვითონ შეიძლება არ აკეთებს იგივეს. მაგრამ სხვებისგან ითხოვს, სხვებში ხედავს ამას. ასევე არის სიამაყე. ადამიანი შეიძლება კიდევაც ხვდებოდეს ამას, ან არც ავლენდეს, მაგრამ არასდროს ბოდიშის მოხდა მას არ შეუძლია. არის ესეთი ჩამონათვალი, შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. ასეთი ადამიანი ყოველთვის სხვასა დანაშაულებს და საკუთარ პასუხისგებლობას ვერ ხედავს. აი ეს თვისებები მოკლე ჩამონათვალი და შეიძლება თქვენ კიდევ მიამატოთ რაიმე. აი ეს თვისებები ზურფასებო ქმნის ერთ საერთო პრობლემას. შემდეგ საახლობლოშიც, სანათესაოშიც, სამეზობლოშიც, საზღვარგასოვლშიც და ეკლესიაშიც, სადაც კი ადამიანები ვართ ჩვენ. ყოველთვის ქმნის ერთ საერთო პრობლემას, რომ ადამიანთან ყოფნა ხდება რთული. ადამიანთან ურთიერთობა უკვე გართულებულია. ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა საერთოდაც შეიძლება აუტანელიც კი იყოს. ურთიერთობები ინგრევა იმის გამო კი არა, ხანდახან არის ხოლმე, რომ არ გამოგვივიდა ურთიერთობები. შეიძლება ცოლმა და ქმარმას თქვას, ჩვენი ურთიერთობები ვერ აეწყო, მეგობრებმა თქვან, თანამსახურებმა თქვან, საერთოდ ურთიერთობებში რომ ვერ აეწყო ჩვენი ურთიერთობები არ გამოგვივიდა, მაგრამ ხშირად ეს არ არის მიზეზი, ხშირად იმიტომ ის არის მიზეზი, რომ ჩვენ არ მუშაობთ საკუთარ ხასიათზე. იცით, იციან თქმა, რომ ჩვენი ურთიერთობები არ გამოგვდის ჩვენ. და რატომ? რა არის მიზეზი ამისი? ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ არ გამოგვდის, ამის მიზეზი ის არის, ხშირად ჩვენ არ მუშაობთ საკუთარ თავზე. ამ კვირას ახლა საბაკალავროზე ვასწავლიდი მსახურის ეთიკას და იქაც შევეხე საკითხებს, რომ არიან ადამიანები მაგალითად მე თუ თქვენთვის ახლა ჩვენ ახლობლები ვართ, ერთი ოჯახი ვართ, მეგობრები ვართ, მეტნაკლებად ვიღაცას ყოველდღე ხვდები ეკლესიიდან, ვიღაცას კვირაში ერთხელ, ვიღაცას შეიძლება უფრო ხშირად. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ მე ჩემი ხასიათით, ჩემი ბუნებით თქვენთვის ვარ ის ადამიანი, ვისაც მიტანთ, ხო არის რომ იტანენ ადამიანს, გაუტარებენ რაღაცეებს, ხო? პლუსი თქვენ რომ მიტანთ, კარგები ყოფილხართ. მაგრამ მე მართებს თუ არა იმაზე დაფიქრება, რატომ ვარ მე ის ადამიანი, რომელიც ვიღაცისთვის ასატანი ხვდები? რატო ვარ ის ადამიანი, რომელ ადამიანსაც თანაც ვიღაცებს უჭირთ ურთიერთობა? რატო ვარ ის ადამიანი, რომელიც რთული ვარ ჩემი ხასიათითა და ბუნებით და ცოლია, შვილია, მსახურია, თანამსახურია, სამსახურშია, უფროსია თუ ხელქვეითია? რატომ ხარ ის ადამიანი, ვისთან ურთიერთობას უჭირთ? ვიღაც გიტანს, ვიღაცას სხვა გზა არ აქვს. კარგია, როცა ასეთი ადამიანები გვყავს ირგვლივ, რომლებიც გაგებით რაღაცას მოეკიდებიან და ისევ უყვარხარ და ისევ ცდილობენ, მაგრამ მე აქ საკითხი ჩემს საკუთარ პასუხისგებლობასთან მაქვს. შენ თუ ასეთი ხარ და ხშირად მოგდის ასეთი კონფლიქტები, ღირს თუ არა დაფიქრება რატომ? სად არის პრობლემა? აი ამიტომ უნდა ვიცოდე ჩვენ ზურფასებო, რომ ეს ყველაზე გავრცელებული თვისებები არის, რის გამოც ურთიერთობები ირღვევა. მე დღეს მინდა სამ თვისებაზე გავამახვილო ყურადღება, რომ აი ამ თვისებებს დაუპირისპირდეთ და ჩვენ ცხოვრებაში შევქვნათ უკეთესი გარემო, უკეთესი კლიმატი. ხასიათის გარდაქმნაზე მინდა ვილაპარაკო და სამ თვისებაზე, თვისებები მეტია, მაგრამ სამ შევეხები. როგორ შევინარჩუნოთ ურთიერთობები ჩვენ თავდაბლობით, მოთმინებითა და სიყვარულით. აი მაგალითად ავიღოთ, შესავალში მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ აი როგორ ხდება ხოლმე ტიპიურად ამისი მაგალითი მინდა მოვიყვანო. შეიძლება ორი ადამიანი, შეიძლება ცოლ-ქმარიც იყვნენ, ან მეგობრები, არ აქვს ახლა ამას მნიშვნელობა. შეგვიძლია ყველა კონტექსტში გამოვიყენოთ. დიდი ხნის განმავლობაში ახლოს იყვნენ და ერთხელ რაღაც სიტყვა ითქვა, შეიძლება უმნიშვნელოც იყო. მაგრამ მეორეს ეწყიდა ეს. და პასუხი უფრო მძაფრად დაუბრუნა მას. რა ხდება შემდეგ ზურფასებო? პირველმა
შეიძლება უმნიშვნელო სიტყვა იყო, მაგრამ პასუხიც რომ ძაფრი იყო, აღარ დაუთმო და პირიქით ესე იგი კიდევ უფრო გაამძაფრა სიტუაცია. და ისეთ რა ხდება ძვირფასებო, რომ რამდენიმე წუთში, წამში დაინგრა ის, რასაც შეიძლება წლებით აშენებდნენ. იცით? თითქოს არ იყო დიდი. ცოდვა არ შეიძლება დიდი მიზეზი იყო. და ისეთ რა, იყო მხოლოდ მათ შორის სიამაყე, რომელმაც უკან არ დაიხია. მოუთმენლობა, რომელიც არ გაჩერდა, არ მოითმინა. და არ იყო სათანადო სიყვარული, რომელმაც არ იმოქმედა მათ შორის. არ იყო ეს სიყვარული. რამდენი ასეთი ისტორია შეიძლება მოვიყვანოთ ჩვენ ცხოვრებაში. მარტო კაინისა და აბელის ისტორიას როდესაც ვაკვირდებით ჩვენ, ყველა მიცით, ამიტომ აღარ წავიკითხავ ამ ადგილს, ორი ძმა იყო. ორივე მსხვერპლი მოიტანა ღმერთის წინაშე. ძვირფასებო, რა დაუშავა კაინმა აბელს? აბელმა კაინს. საერთო ბიზნესი მაგათ არ ქონდათ, რომ ამ ფულში მოატყუა და გაბრაზებული იყო და ადგა და მოკლა. არც უღალატია მისთვის, რომ მაგალითად ხო ცხოვრებაში ბევრი რაღაცა ხდება, რისთვის კლავენ, ახლა ადამიანი ღალატობს, ადამიანი შენსას ითვისებს და ასე შემდეგ ჩამონათვალი შეიძლება იყოს, ხო, რომ ადამიანები რა მიზეზითაც კლავენ, თუნდაც ეს გაუმართლებელია მკვლელობა. რა იყო აქ მიზეზი? უბრალო მიზეზი იყო. უბრალოდ ამ კაცმა მსხვერპლი მოიტანა ღვთის წინაშე, რომელიც ღვთისთვის სასურველი იყო. და მან რომ არ მოიტანა მსხვერპლი ისეთი, რომელიც ღვთისთვის სასურველი იყო, კანა ეს უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომ თავისი ძმა მოეკლა. მაგრამ უბრალო მიზეზის გამო და თან უფალი აფრთხილებს და ეუბნება წინასწარ და ეუბნება კაინ. რა საინტერესოა, ცოდვილებსაც ელაპარაკება ღმერთი. ხანდახან ადამიანები გაამაყდებიან ხოლმე, უფალი დამელაპარაკა. და ზევიდან უყურებს უკვე სულ მე უფალი მელაპარაკება. შეწყვიტეთ ეს გარეგნული სულიერება. უფალი ცოდვილებსაც ელაპარაკება და ხანდახან უფრო მეტად ელაპარაკება ცოდვილებს, რომ გააჩერონ. თავარი ის არის, როგორ უსმენ მას. კი გელაპარაკება, მაგრამ შენი მოსმენის დონე და მორჩილების დონე როგორი არის. ამის შემდეგ, რაც უფრო მეტს გელაპარაკება უფალი, უფრო მეტი პასუხისგებლობა გაქვს შენ. უფალმა უთხრა, კაინ, შენი სახე რატოა მოღუშული ეხლა? ეს რომელი პერიოდი იყო? კაინი გულში რო უკვე გაბოროტებული ფიქრობს თავის ძმაზე. შურით, ახსილი, რატომ მიიღო მისი მსხვერპლი ღმერთმა და ჩემი მსხვერპლი არ მიიღო? და აი ამ დროს უფალი ელაპარაკება კაინ, რატომ მოიღუშე შენი სახე? თუ სიკეთეს აკეთებ, განასახე მაღლა არ უნდა წიო? და თუ სიკეთეს არ აკეთებ, მაშინ ღმერთია უნდა ცოდვა კარებთან და შენ იმეფე მასზე. გააფრთხილა ღმერთმა და კაფეოდაც გააფრთხილა, მაგრამ შედეგი რა იყო? ნახეთ ტიპიური ურჩობა. ღმერთმა თქვა, მაგრამ გაატარა ადამიანმა. ამის მერე აღარ მიყურს, რაღაცას რო ეთქვი ეკლესიის წევრს, მოგისმენს, დაგიქნევს თავ და წავა ისევ იმას გააკეთებს, რას თვითონ უნდა. ბუნება ასეთი თურმე ადამიანის. კაინმა მოусმინა ღმერთს, მაგრამ მისი სახე არ აწეულა მაღლა, თავისი ძმა მოკლა. და უფალი ეკითხება, კაინ, სად არის შენი ძმა? განარიცო და უფალმა სად იყო მისი ძმა? ღმერთი როცა რაღაცას გეკითხება შენ, ნუ გონია რომ ღმერთმა არ იცის, ხანდახან უფალი ასე მოქმედებს შენ ცხოვრებაში, კითხვას გვისმევს ვიღაცის პირიდან ან შინაგანად, რომ შენი საკუთარი თავი შეამოწმო, შენი ბაგით აღიარო, ვინა ხარ, რა ხარ? სად არის შენი ძმა? პასუხი როგორი იყო? აგდებული. მე რა ჩემი ძმის დარაჯი ვარ? წარმოიდგინეთ ახლა. მე რა ჩემი ძმის დარაჯი ვარ? მან ჩაიდინა მკვლელობა ძვირფასებო. შეიძლება თქვა რა იყო მიზეზი, აქაც ხო დიდი მიზეზი არ იყო ძვირფასებო, უბრალო მიზეზი იყო. გასაყოფი არაფერი არ ქონდათ მათ, საერთო ბიზნესი არ ქონდათ, საერთო ქონება არ ქონდათ. აბელს არაფერი კაინის არ მიუთვისებია, არც მისი მიწის ნაყოფი, არც მისი ცოლი, არც მისი არაფერში არ უღალატია, უბრალოდ მან მსხვერპლი მოიტანა. მაგრამ იმის გამო აი ეს სიტყვა მინდა გითხრათ, მე რა ჩემი ძმის დარაჯი ვარ? მინდა გითხრათ, ჩვენ ერთმანეთის დარაჯები ვართ. გვინდა თუ არ გვინდა? თუ მე ეთიკურად არასწორი ადამიანი ვარ, თუ მე არასწორი ქცევები მაქვს და ამ არასწორი ქცევებით ხო არის ხოლმე რომ ადამიანმა რაღაცა ზიანი მოუტანა ვიღაცას და მთრალი ვიყავი იმართლებს თავს.
არ მესმოდა რას ვაკეთებ. თუ არ გესმოდა შენ თავისთვის მიგეყენებინა ზიანი, სხვასაც ვაყენებდი. შენ გინდა თუ არ გინდა, შენი არასწორი ხასიათის გამო შენ ვიღაცისთვის პრობლემა ხარ. შენ გინდა თუ არ გინდა, შენი არასწორი ხასიათის გამოვლინებით პრობლემას უქმნი ან ოჯახის წევრს, ან შვილს, ან ცოლს, ან მეგობარს, ან თანამსახურს, ან ეკლესიაში საერთოდ დაძმობაში. პრობლემას ქმნი და მიზეზი აქ შენი ხასიათია. აი ამიტომ შემოძრფასებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, უნდა ავირჩიოთ ჩვენ. კაინს რო ერჩია თავდაბლობა შურის ნაცვლად, მოთმინება აფეთქების სანაცვლოდ და შეჩერებული იყო მაშინ, როცა მასში ჯერ კიდევ პატარა იყო ეს სოდვა და სიყვარულის კანონით მიდგომოდა, აბელი არ მოკვდებოდა. ამიტომ შემოძრფასებო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ცხოვრებაში, რომ შევაჩეროთ თავიდანვე. შედეგი ტრაგედია მოხდა შემდეგ. მოკლა ძმამ თავისი ძმა. და ნახეთ, ახალ აღთქმაში, როცა იესო ლაპარაკობს, ახალი აღთქმა რას გვეუბნება? კაცის კვლელობა, თუ ძველ აღთქმაში ამით იყო შეფასებული, არ კლა იესომ რა თქვა, მე თქვენ გეუბნებით. ვინც თავის ძმას განდურისხდება უმიზეზოდ, უკვე კაცის კვლელია. რატომ ძრფასებო? შედარებული ახალი აღთქმა, კაენი, რომელმაც თავისი ძმა მოიძულა და ადამიანი, რომელსაც თავისი ძმა ანდა არ უყვარს. რატომ? იმიტომ რომ იმ ხასიათიდან წამოვიდა მკვლელობა ფიზიკურად. შეიძლება შენ მკვლელობა არ ჩაიდინო, მაგრამ შენ გძულს, შენ არ გიყვარს. მაგრამ რა არის ის საინტერესო? ხანდახან მორწმუნეებს გონიათ, რომ მე ყველა მიყვარს. ხანდახან მithქვია კიდეც, რა უცნაური სიყვარული გწოდნია. სიყვარულს ხო თავისი ნაყოფები აქვს. სიყვარული თუ გაქვს, ის იმ ნაყოფებით ვლინდება, რასაც კორინთელებში ვკითხულობთ. იმ ნაყოფებით არ ვლინდება, შენ რო გონია. სიყვარული არ არის. ხანდახან ადამიანი ამბობს და იცი საიდან გამომდინარე ამბობს, ეგოისტური ბუნებიდან სიყვარული მის გარშემო უნდა ტრიალებდეს სულ. მაგრამ იცით რა, ღვთის სიყვარული გამცემი სიყვარული არის. შეიძლება თეორიულად ვიღაცამ ჩემზე კარგად იცოდეს, ბერძნული სიტყვები ჩაუმიყალიბოს, რა არის ფილეო, რა არის აგაპე და ასე შემდეგ. ღმერთის სიყვარული გამცემი სიყვარულია. გამცემი სიყვარული იცით რა არის? მე შენგან კი არ ველოდები სიყვარულს, მე ვიცი, სახარება წმინდა წერილი ჩემგან მოითხოვ შენ და მის სიყვარულს. და თუ მე ეს მაქვს და მე გამცემი სიყვარული მაქვს, მაშინ მე აღარ მოვითხოვ, რომ სიყვარული ჩემს გარშემო ტრიალებდეს. ყოველი თქვენთაგანი ჩემს გარშემო უნდა ტრიალებდეთ. ყოველი თქვენთაგანი უნდა ფიქრობდეთ, მე მასე ამოვნოთ, ეხლა არაფერი არ მეწყინოს მე. არა, მე უნდა ვიყო ასე. ეს არის გამცემი სიყვარული. მინდა ვილაპარაკო ცოტაოდენი ძვირფასებო, თავდაბლობით უნდა დავამარცხოთ ჩვენ სიამაყე. სიამაყე ესეთი რამე არის ძვირფასებო, ღვთის სიტყვა ამბობს. არაფერი გააკეთოთ ანგარებით ფილიპელთა 2:3 კითხულობ. არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. მოდი, კიდევ ერთხელ წავეკითხავ. მოდი ყველამ გავიმეოროთ. არაფერი გააკეთოთ. ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავდაბლობით, საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი. ეს იმას ნიშნავს, ურფასებო, რომ აი შენს გვერდით რომ არიან ეხლა დაძმები, მათი სახით ვისთანაც ურთიერთობა გიწევს, არაფერი გააკეთო არსად, ანგარებით ან პატივმოყვარეობით. ანგარება არის, როცა რაღაცას ელი და იმიტომ აკეთებ. სხვანაირად ხელს არ გაანძრევ. პატივმოყვარეობა, როცა ადამიანის სიამაყით დამპარტავნებით მოქმედეს თავის ცხოვრებაში, არამედ თავდაბლობით და შენს თავზე მეტად მეორე ადამიანი შერაცხეს, რომ შენზე დიდია. შენ მისგან კი ნუ ელოდები პატივისცემას, ეცადე შენ იყო პატივისცემელი მის მიმართ. სიამაყე არის ურთიერთობების ჩუმი მკვლელი, ჩემო ძრფასებო.
როცა ვამბობ თავდაბლობით სიამაყე დაამარცხე, სიამაყე ის ბუნება უნდა ვიცოდეთ ხშირად ის გარედან არის მშვიდი. სიამაყე ხშირად გარედან ძალიან მშვიდი არის. შეიძლება თავდაბლობის თავშესტილებასაც კი ტოვებდეს ვიღაცეებში. მაგრამ შიგნით არ იხრის თავს და არ აღიარებს თავის შესწომებს. რამოდენიმე საკითხს ჩამოვთვლი და უბრალოდ მიხვდებით რისი თქვა მინდა. ის არ აყვირის ხმამაღლა, მაგრამ არც არასდროს იტყვის მაპატიე. ის გარედან არ აჩანს, მაგრამ შიგნით ლაპარაკობს. არ დავთმობ, არ ვაღიარებ, მე მართალი ვარ და მორჩა უკან არ დავიხევ. გარედან შეიძლება გამოიყურებოდეს მშვიდად, თავდაბლურად, მაგრამ შიგნით ასეთი არის. არ დავიხევ უკან, მე მართალი ვარ, მორჩა. და არასდროს ის ბოდის არ მოიხდის. თუ ძალიან ჩააჟინდები, შეიძლება თქვას, ხო, კარგი, მეც ხომ ბოდიშ ვიხდი, მაგრამ ეს გულგარეთ გაკეთებული საქმე არის. ამაყი ადამიანის ბუნება არის. მაგრამ ღმერთი ამბობს, დამდაბლდი და მე აგამაღლებ შენ. ამინ. მინდა ვიცოდეთ, სიმდაბლე არ ამცირებს ადამიანს. თავდაბლობა არ ამცირებს. სიმდაბლე ხდის ადამიანს დიდს ღმერთის თვალში. ამინ. შეიძლება მთელი ცხოვრება ცოლ-ქმარი წლებით ერთად ცხოვრობენ. მაგრამ შეიძლება არც ხმაურიანები იყვნენ. პრაქტიკაში ბევრი რამე ხდება ძვირფასებო ცხოვრებაში. ერთ დღესაც პატარა რაღაცაზე წაკამათდნენ. და კონფლიქტი ხო ოჯახში. აი მეტი წელი რა ჩვენ გქონია საქმე ოჯახებთან. დიდი რაღაციდან კი არ იწყება. პატარა უმნიშვნელო რაღაციდან იწყება. შეიძლება უბრალოდ ერთი სიტყვა იყო. ერთი ტონი იყო. ქმარმა ჩათვალა რომ ცოლი არასწორად მოექცა. ცოლმა იგრძნო რომ ქმარი მის მიმართ იმ მომენტში უსამართლო იყო. გადის დრო, არავინ არ იცის, არავინ აუწია ხმას. არც ერთმა არ თქვა მაპატიე. გავიდა დრო, ერთი დღე, ორი დღე, რაღაც პერიოდი გავიდა. გარედან შეიძლება ისე მშვიდობა არის, მაგრამ თანდათან, როცა პრობლემა არ გვარდება, შიგნით იზრდება რაღაც. გარედან შეიძლება შთაბეჭდილება იყოს ისეთი, რომ მშვიდი, კარგი ოჯახი, წყნარები, მაგრამ შიგნით რომ რაღაც მწიფდება, ერთს არ უთქვია მეორესთვის მაპატიე. გადის დრო ძვირფასებო. და ვხედავთ რომ სიყვარული ცივდება. სიახლოვე დაიკარგა. ეს არის სიამაყის ყველაზე საშიში ფორმა. უნდა შეგეძლოს ბოდიშის მოხდა. თუ არასწორი ხარ, უნდა შეგეძლოს პატიების თხოვნა. მე ადრეს მომიყოლია და რახან ამაზე ვლაპარაკობ, ვიტყვი რომ ახალგაზრდულ მსახურებაში ვიყავი, მაშინ ეკლესიაში ქადაგებდით და ერთ ჩემს ბასთან მომივიდა კონფლიქტი. შევლაპარაკდით, სრულიად უბრალო რამეზე. ახალგაზრდული მსახურება ჩვენი ასეთი ტალანტები არ აყვავდა, ესეთი მომღერლები, როგორც დღეს აყვავს და მეზობელ ეკლესიაში და უყვარდისეს ქორწილში, რუსულ ეკლესიაში. ისინი ყოველთვის კარგად ამღეროდა ხოლმე ჩვენზე. დღეს არ ვიცი, მაგრამ ნიშნულობა ხო არ აქვს, ვინ კარგად, ვინ ცუდად, ხო? და ეხლა იმ ქორწილში ჩვენ საბა თქვენს ქართული ეკლესიიდან პატივი დაგვდეს და ეხლა არც მზად არ იყვნენ ჩვენი ახალგაზრდები და არც ძალიან ეხლა მაინც ძლიერი გუნდი არ აყვავდა იმ დროს და როგორ შეძლეს ისე იმღერეს. ეხლა იჯდა ერთ-ერთი ძმა, რომელსაც უნდოდა რომ კარგად გამოჩენილი იყო ჩვენი გუნდი და რო არ მოეწონა ვაი თქვენ პატრონსო. კახელი იყო სხვა. ეს რო თქვა, ესენი სულ ყველა დაჭერლები არიან. ეწყინათ ეხლა. მეც ეხლა როგორ გასვა ახალგაზრდულის ხელმძღვანელი ვარ და როგორ შევღოს და მეც უთხარი, რატო ლაპარაკობ ასე? შენ იმის მაგიროდ რომ ეუბნებოდა ისე ვიცავ და აი ეს წავიდა და ავყევით ერთმანეთს რო იტყვია რა. დამთავრდა ქორწილი, გამოვოდი ერთი ჩვენი ძმა ვაჟა მოდის. ხოიცი ამ დროს ეხლა რაღაცა ხო გინდა ხანდახან ვიღაცა შეშჩივლო არა? ხო და ისიც მომსწრე იყო ამ ყველაფრისა და რაღაცა მინდა გამოთქვა და ამან გააზრო სახარებო და ერთი მუხლი წამიკითხა ისეთი რომ
წავოდი ერთ სიტყვით გულდაჭრილი, მივედი სახში, მთელი ღამე არ დამეძინა. აი, ურწმუნოობაში არ მქონია ეგეთი რაღაცა. ყოველთვის ვიყავი ურწმუნოობაში როგორც, აი, მტერი და აი ვიღაცასთან ხასიათი არ მქონდა. ასანთივით, აი რო ანთებ, ასანს ფიცხი. ეს ეხლაც მომდებს ხოლმე, ეხლა არა ვარ მთლიანად ბოლომდე სიმართლე გითხრათ, მაგრამ აი აინთება ასანთი და მე რო ჩაქრება და დაწყნარდები. ესეთი ხასიათი მქონდა და აქაც ეხლა ავინთე. ჩაქრა ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი რაღაცა ვნახე ჩემ გულში ურწმუნოებაში რო არ მქონია. სიზულვილი შემოდის ჩემი ძმის მიმართ. გადავსინჯე ჩემთვის ეხლა თავიდან ბოლომდე მართალი ვარ. კიდე გადავსინჯე, მეთქი იქნება მე ვტყუი ვარ. არა გას, ხედავ რომ მე მართალი ვარ. აი დღესაც რომ მკითხოთ, დღესაც გეტყვით მართალი ვიყავი. მაგრამ უყურეთ რა არის, ამან შოება არ მომსარო მართალი ვიყავი. დავიტანჯე მთელი ღამე. კაცად აღარ ავარგი ვარ, ვაღარ საჭმელს ავჭამ. მე თქვი ღმერთო. და ამ დროს გამახსენდა ჩემი წყემსის ერთ-ერთი კონსულტაციას, როცა უტარებდა, ორი ადამიანი მივიდა და ზუსტად ასე. უყვებიან რაღაცას და შეხედავს ხან ერთს, ხან მეორეს, ვეღარ გაიგო რომელი მართალი იყო რა. ხო იცი ყველა მართალია, როცა მოდის და ჩივიან შენთან. და ბოლოს უთხრა. ძმებო, მოციქული პავლე ამბობს, რატო არ გინდა დაზარალებული დარჩა? რატო არ გინდაო? და მოინანიეთ ხო? აი რა მნიშვნელობა აქვს ახლა თქვენ შორის ვინ არის მართალიო? დარჩი დაზარალებულიო. და კონფლიქტი მოგვარდა და უცბად ეგ გამახსენდა. მე თქვი ღმერთო, არ დავეძებ, ვინ არის ჩვენ შორის მართალი მტყუანი, მე მივალ და მოუბოდიშებ მას. და გადაწყვეტილება მივიღე. აი გადაწყვეტილება როგორც კი მივიღე, რომ წავალ და ბოდის მოუხდი მას, დამშვიდდა გული. მივედი პარასკევის სახურება იყო, ლოცვის სახურება. და ესეთი წესრიგი იყო, ერთი იტყო და სიტყვას, მერე ლოცვა, ერთი 4-5 ძმა გამოვდიოდით ხოლმე რა და ჩვენი ძმა გაბრიელი იყო მაშინ დიაკონად და იმას მიყავდა ხოლმე, ხანშესული მსახური იყო და ესე იცოდა ხოლმე იჯდა და გვანიშნებდა ხოლმე. ასე რომ ანიშნებდი ჯონის ნიშნად, რომ შენ პირველი იტყვი და ილოცებ. ალეკოს მეორე, გიას მესამე და ვიცოდით ყველა მეხლა რომ თანამიმდევრობით რომელს გამომხედა და ძბაოლე არა მეთქი ძბაოგაბა. ეხლა ის კი ვიცოდი მეთქი მსხვერპლი როგორ მოვიტანო, სანამ ჩემს ძმას არ შეურიგდები, როგორ ვიქადაგო. დღეს შეიძლება ბევრს საერთოდ არ ინტერესებს, შეიძლება ისე ცოდვაში ყოდეს, ფეხი ჩაყოფილი და მაინც გადაგებდეს. არა მეთქი მე ვუთხარი, მე გადაწყვეტილი მაქვს ეხლა რომ სახურების შემდეგ მანამდე არ ქონდა საშუალება რომ შევხვდები იმ ძმას. გაუკვირდა, იმიტომ რომ სიტყვაზე უარი აზრს არ მithქვია. სულ მომართული ვიყავით საკადაგებლად. კიდევ ერთხელ გაიმეორა, მაჩვენა, არა მეთქი. კაცმა ვერ გაიგო, შეტრიალდა იმ ძმისკენ და იმას აჩვენა, პირველი შენ ყვიო და იმანაც უარი უთხრა, თურმე ისიც ჩემ დღეში არის. არც ერთმა არ ვიქადაგეთ იმ ამ კაცმა ვერ გაიგო, რა შეიყო საქმე, დამთავრდა კერება, მივედი დავვნები, ძმაო მეთქი. არ დავეძებ ახლა ჩვენ შორის ვინ იყო მართალი მეთქი. მე მაპატიე მეთქი რა. ტყუოდი მეთქი, ასე რომ გითხარი. ისა შენაშუაში ხარ, მე ვტყუოდი ძმაო, მე მაპატიეო რა. ჩავეხუდეთ ერთმანეთს. განა იმის მერე აღარ გვიკამათია. ხასიათები ხო იცი? ის ჯიუტი და კახელი მთქმელი, პირდაპირ მთქმელი იყო მე ჯიუტი ჩემ ხასიათში და ერთად დავდიოდით, გადაგებდით და ქონია ანალოგიური რაღაცეები. მაგრამ იცი რა, იყო რითი მთავრდებოდა? ბოლოს გავიცინებდით ხოლმე და ერთმანეთს ჩამოორთვევდი ხელს და სიყვარული ჩორდებოდით ერთმანეთს, იმიტომ რომ ვიცნობდით უკვე ერთმანეთს. ხან მე მოვითმენდი ხოლმე რაღაცას. რაღაცას უდაახეთქე და კახელი ხარ მეთქი და გავუღიმებდი ხოლმე. როცა ჩემგან იყო ისიც ვიცნობდით ერთმანეთს უკვე. ჩვენ შორის კონფლიქტი აღარ ყოფილა სიყვარულით და თავდაბლობით გადავწყვიტეთ ეს ზურფასებო. მაგრამ უყურეთ რა არის, მე როცა ვფრთხილებ მოთმინება. მოთმინება ესეთი რამეა, ჩემო ზურფასებო. ჯერ ერთი პირველი რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის რომ თავდაბლობით უნდა ვძლიოთ სიამაყეს. ამენ. რა იყო ის ჩემში? მე მართალი ვარ. სიამაყე. მე მართალი ვარ. მაგრამ როდესაც მივხვდი რომ ეს ჩემი სიმართლე არ იყო, ჩემთვის შვების მომტანი, თავდაბლობა მიმუშავა. წავალ.
და ბოდის მოუხდი. ვეთქვი მაპატი. და როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, დავანდაბლდა ჩემი გული. როგორი საქმეა ეხლა? თავი მართალი გონია კაცს და მიხვიდე ბოდიში მოუხადო. ერთ ურწმუნოს მოუხადე ბოდიში ერთხელ. როცა მშვიდობა მინდოდა მასთან და საერთოდ როგორ მივხვდი, მე შენთან საერთოდ ლაპარაკი არ მინდა. როცა მოვედი იქიდან, არდა რაღაც ისეთი მომენტი იყო, რომ არ მინდოდა ეხლა ეკლესიის წინაშე რომ წარსგები და ვიღაცას საწინააღმდეგო აქვს. ჩვენმა მეზობლებმა რომ გაიგეს, ვინც მიცნობდა, მაგაზე გადაირივნენ. იმდენად არაფრად მიჩნეული იყო საერთოდ იქ ჩვენ საახლობლოში. მაგას ბოდიში როგორ მოუხადეო? არ დაეძებდნენ, ყვანი ვიყავით უმართალი, საერთოდ ბოდიში როგორ მოუხადეო? ისეთი პიროვნება იყო. მეორე გაგიჟება კიდე ის იყო მაგათი, რომ ასეთ მაგას ბოდიში მოუხადეო და თან აგინებდნენ, რომ იმა როგორ გააკეთა ესო. მაგრამ წამოვედი და ჩემ უფალს შევჩივლე და ვიტირე მწარედ რა. აი დამცირებული, დამდაბლებული, თან ხო იცი ამაყეც მოქმედებს, რომ ვინ, კაცო, ხო. მაგრამ მოვინელე ეს ყველაფერი და უფალმა მომახლა. დანარჩენი რაც მოხდა იმას აღარ მოყვები ახლა დროც არ მიდაგარგინოთ და რა ერები შემთხვათ და ხო არის რომ შენით არის ძიო შურიო მე ვარ შურისგებელი უფალი რო ამბობს მაგრამ ისეთ რა თავდაბლობით გადავწყვიტოთ ჩვენ ყველა საკითხი სიამაყეს თავდაბლობით მიხედე თუ დაინახე რომ ეს შენშია არ მოგერიდოს ბოდიშის მოხდა არ შენი შვილისთვის წინაშე არც ცოლის წინაშე არც ქმრის წინაშე არც მსახურებაში შენი დაძმების წინაშე. ნუ ხარ ყოველთვის მართალი შენ, ყოველთვის მართალი ვერ იქნება ერთადერთი ღმერთის გარდა. ამიტომ როცა და მით უმეტეს თუ ხშირად მოგდის ესეთი რაღაცეები, კონფლიქტები დროა დაფიქრდე. ყველა შენთან როგორ ატყუის. აბა დაფიქრდი კარგად, როგორ შეიძლება რომ ერთ ადამიანთან ყოველთვის ვიღაცა ტყუოდეს? შეუძლებელია ჩემოძრფასებო. მე ეკლესიის უმწყემსი ვარ, მაგრამ ყოველთვის მართალი არა ვარ. ხან შეიძლება გავფიცხდე, ხან შეიძლება რაღაცა ვერ თქვა ისე, მაგრამ ყოველთვის შენ გულს ვიდრიკავ, რომ შემეძლოს ადამიანისთვის ბოდიშის მოხდა ეს არ მომცირებს მე. სიამაყე დაამარცხე თავდაბლობით. დაიმდაბლე თავი და უფალია გამაღლებ შენ. მეორე რაც მინდა გითხრათ მოთმინება ხშირად ერთი წამი ერთი სიტყვა წყვიტავს შენ დაანგრევ თუ აშენებ და მინდა ახაც მინდა იგავში წერია ასეთ სიტყვები მე-14 თავი იგავთა 29 მუხლი რისხვაში ნელი დიდად გონიერია ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს მოდი ერთად ვთქვათ, რისხვაში ნელი დიდად გონიერია. ფიცხი კი სიბრიყვეს ავლენს. იგავთა 14:29. რამდენჯერ გაგვიფუჭებია ყველაფერი ერთ წამში, მოდი დავფიქრდეთ. ერთი სიტყვა, ერთი ცოტა ისეთი ტონი, რომელიც არ მოგეწონა. მე ერთი რეაქცია გამოავლინე. ბევრი არაფერი არ უნდა ამას. მაგრამ მოთმინება ეს არის სულიერი ძალა ჩემოძრფასებო. მაგალითად რა შეიძლება მოვიყვანოთ აი აქ მაგალითად ბევრი რაღაც შეიძლება იყოს, მაგრამ მოდით ადამიანები მაგალითად ერთად მუშაობენ, ან ერთად მსახურობთ, თანამშრომლები ვართ. აი მაგალითად ჩემი მოყვანილი მაგალითიდან. მან რო ასე თქვა და დაამცირა და დავინახე რომ ხალხს ეწყინა. საკვარისი იყო ალბათ იქ მაშინვე კი არ წაუმესროლა ეს სიტყვა გაბრაზებული გულიდან. ცოტა დავფიქრებულიყავი. მომეთმინა იმ წუთში. საერთოდ ხო ასე არის. აი ვიღაცა რაღაცა გითხრა შენ, აი მაგალითად მსახურებაში ვიღაც გეუბნება, ან უფროსი მსახური, ან თანამსახური, შენ რაღაცა სწორედ ვერ აკეთებ. რა რეაქცია გექნება? შეიძლება მაშინვე სიტყვა მზად გქონდეს და შენ რას აკეთებ სწორედ? ბევრი ფიქრი ხო არ უნდა რა? მაშინვე სიტყვა ჯიბეში არის. უცბად იტყვი. ნებისმიერ რაღაცა შეიძლება რეაქცია გქონდეს მომენტალური და უცბად გასცე პასუხი. მაგალითად გითხარი,
შენ ყველაფერს არასწორად აკეთებ სახურებაში და შენ რას აკეთებ სწორეს. მერე უკან არ დავიხებ. რაღაცას გეტყვი, მერე შენც მეტყვი. და ურთიერთობები, რომლებსაც წლები ვაშენებდით, შეიძლება ერთი ხელის მოსმით დავანგრიოთ. ერთი წამი. წყვიტავს ხანდახან ყველაფერს. ერთი რეაქცია წყვიტავს ყველაფერს. მოთმინება. მაშინვე მოაფეთქდები. თუ არის რაღაცა ისეთი საკითხი, დაფიქრდი ცოტა. შეიკავე თავი. დაიმახსოვრე დღეიდან, მოდი ეს სიტყვა თქვი ერთი წამი. გაიმეორე ერთი წამი. და როცა ესეთი მომენტი გექნება, გაიხსენე, რასაც ვამბობ და შეჩერდი, მაშინვე ნუ გასცემ პასუხს. რეაქცია მაშინვე ნუ გექნება, დაფიქრდი, იმიტომ რომ იგავები გველაპარაკება, ნახეთ, რა კარგი სიტყვა წერია. ეს მაინც დაიმახსოვრეთ, თუ ჩემ სიტყვას ვერ დაიმახსოვრებთ. რისხვაში ნელი დიდად გონიერია, ფიცხი კი სიბრიყვეს ჩადის. რისხვაში ნელი გონიერი ადამიანია. ცხელი გულიდან არ ამბობ იმას, როცა დაფიქრდები, მე სხვანაირად იტყვი. შეიძლება სათქმელი თქვა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ უგუნურები ვართ და სულელები ვართ და შტერები ვართ, არა, მაგას არ ვლაპარაკობ, მაგრამ სათქმელს ფიცხი გულიდან უცბად როცა განრისხდები, სხვანაირად იტყვი. მაგრამ მოითმინე. და როცა მოითმენ, როცა დაწყნარდები ცოტა ხანი, შენ სხვანაირად იტყვი სათქმელს. მაგალითად იგივე. მე გეუნები შენ. აი მაგალითად დილო, მსახურია, თანამსახური. შენ ყველაფერს აბუჭებ და ისე არ აკეთებ. უსამართლო ვარ მაგალითად. მასაც უკვე პასუხი აქვს და შენ რას აკეთებ? კარგს რას აკეთებ შენ? შენ რა არაფერი გიფუჭდება და წავიდა კონფლიქტი. მაგრამ უყურეთ, ბრძენი ადამიანი არის, რისხვაში ნელია. დაფიქრდა და შეიკავა თავი, ეს არ მითხრა და მეუნება, კარგი, შეიძლება მართალი ხარ, ძმაო, მოდი. დავშდეთ ვილაპარაკოთ ამიხსენი, შეიძლება შენ მართალი ხარ. დამთავრდა ყველაფერი. გეტყვით, რომ კონფლიქტი გადაჭრილი იქნება, იმიტომ რომ კონფლიქტამდე არ მივიდა, ბრძენი კაცი აღმოჩნდა და მან თქვა, შეიძლება ახლა ყველას გვეშლება, ძმაო, მითხარი, აბა რას ვაკეთებ, არას სწორს და მზათავარ გამოსურდე, რა პრობლემაა, ძმაო? ეხლა მართლა ის უნდა ვიყო გადაკიდებული მასზე, რომ ამის მერე კიდე შეუტიო, არა? ისი ცხოვრებაში ბევრი რაღაც ხდება. მაგრამ თუ გეწყინა კიდეც, მაშინვე ნუ აფეთქდები, დაფიქრდი. გამოძებნე გამოსავალი. განა ეს მაგალითი ჭკვიანური გამოსავალი არ არის? კარგი, შეიძლება ვაფუჭებ, მაგრამ მითხარი, შეიძლება მართალი ხარ, დამანახე. კი ნუ აფეთქდები, რომ იცი რა, შენც აფუჭებ და მე მართალი ვარ. სიამაყე. დაწიე დაბლა. თავი დაინდაბლე. და მოითმინე. და შენი სათქმელი სხვანაირად თქვი, სიყვარულით. აი ეს ზურფასებო. სულ ერთი შეიძლება თვალის დახამხამებაა ეს. შეიძლება სულ ერთი წამი არის ეს. რამაც შეიძლება შეცვალოს ურთიერთობები თქვენ ცხოვრებაში უარესობისკენ. გაფრენილ სიტყვას უკან ვეღარ იბრუნებ. ხო ასე არის. სიტყვა გამოვიდა, იმას უკან ვეღარ დააბრუნებ. თუ არასწორი გამოვიდა, იმაზე მობოდიშება გმართებს. პატიების თხოვნა გმართებს, იმიტომ რომ სიტყვა გამოსულია და ის უკან აღარ ბრუნდება. ყოველ არასწორ სიტყვაზე პასუხისგებლობა აიღე და მოინანიე, თუ არასწორი არის. ამინ. შეიძლება ეს ერთი მოთმინების წამი და თვალის დახამხამება უფრო ძლიერი არის, რადგან ღმერთი იცავს ამ მოთმინებას. აი ამ ერთი წამის გამო ღმერთი იცავს ურთიერთობებს, ღმერთი გაძლევს ძალას, ღმერთი ცulis სიტუაციებს. რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ცხოვრებაში, როცა ერთი მოუთმენლობის გამო რაღაც გაგვიფუჭებია. რამდენჯერ ყოფილა ცხოვრებაში, რომ ერთი მოუთმენლობის გამო ურთიერთობები დაგირღვევია. ვიღაცას გაებუტე, ვიღაცა მოიძულე, ვიღაცას აღარ ელაპარაკები. ან შეიძლება არც ერთი არ არის, მაგრამ
ვიღაც, რომელიც წესით შენ გვერდით უნდა იყოს, ვიღაცა შენთან ურთიერთობა აღარ უნდა. იმიტომ რომ რთული ადამიანი ხარ. იყო ხოლმე რაღაცები და ადრე ერთ პიროვნებასთან ურთულდებოდათ ხოლმე და რო ვეტყოდი ვიღაცა, მაინც არა, იმ ადამიანთან ნუ მიმიყვან რა. არის ხოლმე ძვირფასება რომ ადამიანებს არ უნდათ ურთიერთობა ადამიანებთან. ხანდახან ესეთი ექსპერიმენტი ჩამიტარებია წლების განმავლობაში. ვიცი რომ აი ეს ადამიანები რაღაცა ვერ არიან და ერთად გაუშვებერე. და როცა უთხარი ერთ-ერთს რომ წახვალთა იმ საქმეს გააკეთოთ ესე მიყურებს. რას მიყურებ მეუნე? თან არ უნდა ბოლომდე გამიმჟღავნოს, მაგრამ მე ხო ვიცი უკვე რა. არც უთქვია ჩემთვის, მაგრამ წასულან. ეხლა უფრო უკეთესები დაბრუნდნენ მე ახლა. სხვა გზა რა ქონდათ ახლა. მე ვერ შემეწინააღმდეგნენ ორივე რომ უნდა წასულიყვნენ და ეხლა გზაში რომ ჩხუბი მოსულოდათ, ხო ჩემამდე მოვიდოდა ამბავი შევეკითხებოდი და იზულებული იყვნენ. ჩვენ ღმერთი გვიყურებს ვფასებ. თუ ისინი მწყემს უყურებდნენ და მისი რიდით ერთმანეთი აიტანეს გზაში ყოველ შემთხვევაში მინიმუმი ვთქვათ, ხო? მოდი ჩვენ ხო ღმერთი გვიყურებს. ვაპატიოთ ერთმანეთს. მოვითმინოთ და იმ ერთი წამის გამო ნუ გავიფუჭებთ ურთიერთობებს. შეიძლება ის ერთი თვალის დახამხამება, სადაც ვერ მოითმინე, მერე დაგიждდეს. კარგი ხნის განმავლობაში ურთიერთობის აშენებად. ამინ. სიყვარული ძვირფასებაა. კორინთელთა მიმართ წაიკითხეთ მე-13 თავი მე აღარ წავიკითხავ ახლა ამას. მე-4 მე-5 მუხლები და დაინახავთ სიყვარულზე რა წერია რომ ის უგრძელია თავისას არ ეძებს. ეს თვისებები წაიკითხეთ ძვირფასებაა. და როცა ამბობ, იცი რა, მე ყველა მიყვარს. შეიძლება ვიღაცა ახლა დიჯდეს და ფიქრობდეს, მაო შეგილაბა მე ყველა მიყვარს. მაინც ახლა ნუ ბრაზდები, შენთვის არა ვლაპარაკობ იქნება. თუ ყველა გიყვარს ღმერთმა გაგურთხოს, მაგრამ თუ ბრაზდები უკვე, ესე იგი სულიწმიდა შენ გელაპარაკება მაშინ. დროზე ადრე ნუ განმირისხდები. დაფიქრდი. აწონდაწონე, რამდენი გაგიფუჭებია, იმ ერთი წამის გამო რო არ მოგითმენია, სიამაყის გამო და დღეს არის დრო, როცა ღმერთი გეუნება სიყვარულით მოიქეცი. სიყვარულით გამოასწორე. ღმერთს უნდა რომ ჩვენი ხასიათები და ბუნება დახვეწილი იყოს. ნამდვილი სიყვარული ძვირფასებაა ისეთი არის რომ მარტო სიტყვას კი არ არის, ეს არჩევანია. ნამდვილი სიყვარული მაშინაც კი კარგს აკეთებს, როცა სტკივა. ნამდვილი სიყვარული მაშინაც კი კარგ ურთიერთობებს ამყარებს, როცა შეიძლება მეორე მხრიდან არ მოდის ეს. სუგძელია, თავისას არ ეძებს, პატიობს სიყვარული. და მით უმეტეს რაც მინდა გითხრათ ძვირფასებო, მოდი ჩვენ მოქმედებაში ძვირფასებო გამოავლინოთ ეს. შეჩერდი, როცა გარისხებული ხარ. ნუ გადმოაფრქვე ყველაფერს იმ დროს, როცა გარისხებული ხარ. დაფიქრდი. ნუ იქნები ამაყი რომ ყოველთვის სხვა ტყუის და შენ არა ტყუი ხარ. სადაც მობოდიშება საჭირო მოიბოდიშე. და ჩაიბეჭდე დღეს რასაც ვამბობ. შენს ხასიათს გაუწიე კონტროლი, თუ ფიცხი ხარ. თუ ფიცხი ხარ, ივარჯიშე. დაიმახსოვრე ეს სიტყვა ერთ წამში, ერთ თვალის დახამხამებაში, როცა გაუბრაზდები, უნდა მოვითმინო და არა თქვა. ცოტა მაინც მოითმინე. რამდენიმე წამი მაინც მოითმინე, თუ ცხოვრებაში ვერ ითმებებს. მან შეიძლება გადაწყვიტოს შენ ცხოვრებაში ეს პრობლემა. ჰალელუია. სოცხალს დიდება და მადლობა. დაგვეხმაროს უფალი, ჩემო ძვირფასებო. და კიდევ ერთი რამე უნდა გითხრა. არასდროს არა თქვა. მე ასეთი ვარ. ხშირად ადამიანები ცითრით იმართლებენ თავს, რა ვქნა ესეთი ვარ და ვიზე მე პასუხისგებლობას ესეთი რო ხარ, ვინა ტყუის? მამა შენი ტყუის და დედა შენი რო საერთოდ გაგაჩინდეს ამ ქვეყანაზე, ესეთი რო ხარ? თუ კიდევ ვინა ტყუის აბა? ჩვენავ ტყუი ვართ, ეკლესია ესეთი რო ხარ? შენი ოჯახი ტყუის ესეთი რო ხარ? ვინ ტყუის, როცა ამას ამბობ, ასეთი ვარ და რა ვქნა? ვისა დანაშაულებ, ღმერთმა შექმნა ესეთი?
ვინ არის ნეტა დამნაშავე იმაში შენ რო ასეთი ხარ? ვის წინაშე იხსნი პასუხისგებლობას? ნუ რას დროს ნუ იტყვი მე ასეთი ვარ. ადრეს მომიყვანია მაგალითად. ერთხელ ვკითხულობ, მე ასეთი ვარ. არ შევიცვლები და ასეთად მიმიღეთ. ფრთიანი ფრაზა. იმდენი ლაიქები ქონდა. ჩემთვის აფერხებდა, ვერთო ჩემო. და თან იქ მორწმუნეებიც რო აღმოვაჩინე. ყველა ხო არ ვლაპარაკობამდეს ნეტა. როგორ შეიძლება არა ბიბლიურ აზრზე მოწონება გააკეთო? ეს იგივე რა არის? იცი ახლა რაღაცა უკუღბართული გითხრათ და თქვენ მითხრათ ამინ, ამინ ძმაო. ისთვის ამბობ ამინ. თუ მე არასწორს ვიტყვი. ლაიქიც ამინია ძვირფასებო თავისებური, სხვა კონტექსტში. აბა დაფიქრდით ეთანხმები, უწონებ. ამინის დროსაც ძვირფასებო შენ უწონებ, ეთანხმები. იგივე ხდება. და როცა მომოდი, ყველაფერს კი არ უნდა დაუკომენტარო, ყველაფერს კი არ უნდა დაუსვა მოწონება. დაფიქრდი ცოტა. ხანდახან ისეთი უცხო მოძღვრება, არასწორი აზრი არის, შემოპარული ამ ყველაფერში. თვითონაც რო არ ფიქრობენ. პოპულარობა ხო დღეს გახდა მოდაში, რაღაცა უნდა დაწერო, რომ ზოგი ცნობილი არის თავისი დიდი სისულელეებით. ამით იცნობს ხალხი. იმას უარ ადარდებს, ხო იცნობენ არა? ნუ ვიქნებით ასე. როგორ შეიძლება რომ ადამიანი ამბობდეს რომ მე ესეთი ვარ და არ შევიცვლები? ამიტანეთ ახლა. რა ვალდებული ვარ რო აგიტანო? სულაც არა ვარ ვალდებული, შენი თვიშალო ნერვები თუ არ გინდა შეცვლა, უბრალოდ გაგერიდები. არც კონფლიქტში არ შემოვალ. მაგრამ არც საქმეში არ შემოვალ შენთან. არც ურთიერთობაში არ შემოვალ, ხმა, გამარჯობა გაგიმარჯოს. მეტი არაფერი საქმე არ მექნება, იმიტომ რომ თუ შენ ასეთი ხარ და ასეთი უნდა მიგიღო, ბოდიში მე ვალდებული არა ვარ ასეთი მიგიღო. ვერ შეგცვლი თუ არ გინდა. ამიტომ ერთი გზა მრჩება, უბრალოდ გაგერიდო. და ისეთ ადამიანებთან ვიყო, ვისაც უნდა შეცვლა. ვინც მზად არიან ამისთვის და მეც მზად ვარ რომ მათ მოусმინო. ისეთ ადამიანთან ვიქნები, ვისთან ურთიერთობაც არ მაფუჭებს, ვისთან ურთიერთობაც არ მაზიანებს, მშვიდობას არ მირღვევს. ვინც ასატანები არ არიან. აი ამიტომ საპირისპიროდ შენ თავს მიხედე, არ იყო ასატანი არავისთვის. მე არ ვიგრძნობ თავს კარგად, როცა დავინახავ რომ ერთი და იგივე საკითხებში ვიღაცისთვის ასატანი ვარ. თუ ამას ხანდახან ხედავ კიდეც, შინაგანად ამას განვესწი, რომ არ არის ეს კარგი. უნდა გამოსწორდე თუ ასეთი ხარ. დაგვეხმაროს უფალი შემოზრფასება. მოდი აი ამ სიამაყეს თავდაბლობით შევებრძოლოთ. მოუთმენლობას მოთმინებით შევებრძოლოთ. და ამ ყველაფერში სიყვარულით ვიმოქმედოთ. ამინ. ხასიათს სხვანაირად ვერ განავითარებ. ჩვენ ხასიათს ჩვენ უნდა მივხედოთ. ხასიათი ეს არის მცენარესავით, რომელიც აღმოცენდა მაღლიდან შობის შემდეგ კარგი ხასიათი, რომელიც უნდა მორწყა, რომელსაც უნდა მოუვარო. ხოლო თუ იმ მოვლაში აღმოაჩინე რომ ეკალი არის არა, ამოძირკვე, გადააგდე. როგორც კარგი მიწათ მოქმედისარეველას აშორებს და კარგ თესლსულის ჩვენ გულებს მოუვაროთ. სარეველები ეკლები მოვაშოროთ და ისაც კარგია ღმერთის სიტყვით და სულიწმიდის ძალით მოვწყათ ეს რომ ჩვენი ხასიათი უფრო მეტად განვითარდეს, გაძლიერდეს. რომ იყოს გარემო სადაც შედიხარ, ოჯახში შენი მისვლა უნდა უხაროდეთ. უჯრედში რომ მიდიხარ, მაგალითად ჩვენებურად ვიტყვი ახლა სამსახური გასაგები არის. სამსახურში თუ მიხვალ და შემოხედავ ეს მოვიდა კიდე ახლა წაიღებს ტვინს. ხო. იქაც უნდა უხაროდეთ შენი მისვლა. როცა უჯრედში მიხვალ, დაძმებ შენი დანახვა უნდა გაუხარდეთ. როცა ელაპარაკები და ურთიერთობები გვაქვს, უნდა გვიხაროდეს ეს ურთიერთობები და დაცულად უნდა გრძნობდეთ თავს, რომ ეხლა შენ სხვანაირად არ გამიგებ. თუ რამე წამოსდა არ მობითმენ,
აი დაცულად უნდა ვგრძნობდეთ თავს ერთმანეთთან ჩვენ, იმიტომ რომ დაძმები ვართ ერთმანეთისა. შეგეშალა, მოინანიე. შეეშალა, აპატიე. ნუ დაუწყებ მაშინვე საქმის გარჩევას. აპატიე, ილოცემისთვის და თუ სათქმელია, სახარებ ამ წესრიგსაც გვიდგენს. მიხვიდე და უთხრა. სიყვარული თողონდ, ისე კი არა, ყველა შუის დაბრიგებელი რო ხარ. არიან ადამიანები ეძებენ მომენტს, რომ არის ხაბიში რაღაცა დაინახონ, რაღაცა უთხრან. არა, ამისთვის არ ხარ მოწოდებული. არც მე არა ვარ ამისთვის მოწოდებული ეკლესიის წევრი, მით უმეტეს შენ. მაგრამ ურთიერთობები ავაშენოთ. კარგი, სოცხალფერს დიდება. მზად ხარ ჩემო ზრფასებო? აი ახლა ლოცვის დროს რომ დავდგებით ღვთის წინაშე, თუ ვიმესთვის რამე გიწყენინებია. მზად ხარ აპატიო? არა, ბოდიში მოიხადო უпроსორად. თორე შეიძლება იცი რა გამოვიდეს, მომენტე იცი რა. მაწყენინე და მიპატიებია შენთვის. წამოხვედი სულიერი ადამიანი, არა. დაფიქრდი, თუ იმისთვის გიწყენინებია, მზად ხარ ბოდიშის მოსახდელად? მზად ხარ პატიებას თხოვო? და თუ კი ვიღაცა მართლა შენ წინაშე დააშავა, მზად ხარ პატიებისთვის? მზად ხარ რომ დღეიდან შეცვალო შენი მიდგომა შენ ცხოვრებაში იმ ადამიანებთან ვისთანაც ურთიერთობა გაქვს? სიამაყე შეცვალო თავდაბლობით მზად ხარ? მოუთმენლობა შენი და აფეთქება და ბრისხანება მოთმინებით შეცვალო? და ამ ყველაფერში სიყვარულით იმოქმედო მზად ხარ ამისთვის? გააკეთე დღეს აი ამ ლოცვის წინ არჩევანი, თუ ეს სიტყვა გეხება შენ. გააკეთე არჩევანი და უთხარი უფალო, ჩემი არჩევანი მოთმინებაა, ჩემი არჩევანი თავდაბლობაა, ჩემი არჩევანი სიყვარულია, სულწმიდა შენ შემეწიე ამაში. და თუ კი დაინახე რომ ვიმესთან რაიმე გაქვს მოსაგვარებელი, რო დამთავრდება კრება, თუ ეს შესაძლებელია. ან ამ დღეებში, თუ ეს შესაძლებელია. და გაფუჭებული გაქვს ურთიერთობები ვიმესთან, მოიბოდიშე, აღადგინე ურთიერთობები. იყავი მორწმუნე. ეს ის საზოგადოება, რომელიც ქრისტეს სიყვარულით არის აშენებული და ქრისტეს სიყვარულით უნდა ცხოვრობდეს. ამინ. მოდი წამოვდგეთ და ვილოცოთ. ჰალელუია, ცოცხალო და მარადიულო ღმერთო. ჰალელუია, მიიღე შენქება დიდება და თაყვანისცემა. შენ გესმო და ყოველივე ჩემო ზეციერო მამაო. ჩვენ მოვდივართ შენ წინაშე და მადლობას გიხდი უფალო, რომ შენ არ მიგვატოვე უფალო. ამ ცოდვილ ქვეყანაზე უფალო ღმერთო, რომ შენ გამოგვისყიდე უფალო. გაგვამართლე და გვაყენე შენ წინაშე და შენ ელოდები ჩვენგან სულის ნაყოფებს. ელოდები ჩვენგან უფალო, რომ შენი ხასიათი და ბუნება ვაუწყოთ ადამიანებს. შენ ელოდები ჩვენგან უფალო, რომ ჩვენ ავაშენოთ ის სიყვარულის ხიდები, რომელი ხიდები ჩვენ გინდა ააშენო ჩვენ შორის. განადიდე შენი წმინდა მარადიული სახელი ღმერთო, რომ ჩვენ ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს კი არ ვანგრევდეთ, ერთმანეთთან მისასვლელ ხიდებს ვაშენებდეთ უფალო ღმერთო. განდიდი შენ ყოველივეში, წმინდაო მარადიულო ღმერთო, სულოწმიდავ შენ შეგვეწიე, რომ სიამაყე თავდაბლობით შევცვალოთ და თავდაბლობით ვებრძოლოთ სიამაყეს უფალო. ჩვენ სიფისხეს უფალო მოთმინებით და ყველაფერი კეთდებოდეს სიყვარულით, შენი წმინდა სახელის განსადიდებლად, რომ შენიერი იყოს წმინდა, შენიერი იყოს ერთმანეთის მოყვარული და ყოველი უსიყვარულობა, ყოველი მწარე ფესვი თუ არის ადამიანთა გულებში იყოს აღმოფხრილი უფალო. შენი სული წმინდის მადლით შეეხე ადამიანებს უფალო, რომ ადამიანებმა ვისწავლოთ საკუთარი თავის კრიტიკა, საკუთარი თავის ანალიზი უფალო. გამოვიკვლიოთ და შენ წინაშე წავდგეთ ყოველთვის უფალო ღმერთო. არა ამ პარტავანი ადამიანები, რომლებიც მიზეზებს სხვებს ეძებენ, სხვებში ეძებენ, მაგრამ თავდაბალი ადამიანები, რომელიც შენი სიტყვის სინათლეზე ამოწმებენ საკუთარ ცხოვრებას უფალო და იწმინდებიან ყოველ დღე შენს განსადიდებლად. წმინდაო მარადიულო ღმერთო, მიიღე ქებადიდება ყველაფრისთვის. მამაო, ძეო სულო წმინდაო და ყველა მთვას. ამინ. უფალმა გაგუხდეთ.